დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ერთი ეს პატარა რაღაც თამაშებით, ხო? თამაში რაც ქვია ახლა, ხო, პრინციპში საკუთარი თავი რო შეამოწმოთ თქვენ თვითონ. მე წაგიკითხავთ რამდენიმე დიალოგს, ზოგიერთი დიალოგი არ იქნება და იქნება ერთი წინადადება მარტო და ამ წინადადებებში იქნება ახალი ფრაზები. ხო, ან ისეთი სიტყვები, რომლებიც თქვენ შეიძლება არ იცოდეთ. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და თქვენ თვითონ გადათარგმნოთ ქართულად. ანუ თქვენი აზრით კონტექსტიდან გამომდინარე, რა შეიძლება ნიშნავდეს ესა თუ ის ფრაზა. და შემდეგ უკვე მე გეტყვით ქართულად როგორ არის. და ასე საკუთარ თავს შეამოწმებთ. წავიდავა პირველი დიალოგი ესეთი. El director ha dimitido esta mañana. ¿Y eso? Pues no sé. No nos ha dado ninguna explicación. Pero no puede hacerlo así sin más. Seguro tendrá alguna razón. ესეთი. ხო? თქვენ თვითონ გადათარგმნეთ. ეხლა მეორე, აქ ერთი წინადადებაა მარტო. No te hagas cruces, que sabes muy bien de qué va el tema. Es მეორე. Mésame. Espero que el tratamiento le va a sentar bien. Ya verás como sí. Κύριε Berti, ¿qué te pasa? Te veo muy nervioso. Es que tengo miedo al avión. Venga, hombre, ya verás cómo no va a pasar nada. Y en unas horas estaremos paseando por las calles de París. Κύριε Berti, ¿el ascensor se ha roto otra vez? Bueno, a ver si lo arreglan de una vez por todas. Tampoco sabes, κύριε Berti, María ya sabe que estoy embarazada. Claro, a ella no se le escapa ni una. A ese ტექსტებია. ეხლა თქვენ შეგიძლიათ დააპაუზოთ ეს ვიდეო, გამოიცნოთ, იქ რა ხდება, როგორ ხდება და მე კი ეხლა უკვე გადავალ იმაზე, რომ გითხრათ, რას ნიშნავს, ანუ როგორი თარგმანი აქვს ამ ტექსტებს. El director ha dimitido esta mañana. დირექტორი გადადგა ამ დილით. Dimitir არის გადადგომა. El director ha dimitido esta mañana. ¿Y eso? ეს მე მგონი გავიარეთ ჩვენას ადრე. ეს არის ასეთი ფორმა შეკითხვისა რატომ. ხო, და ეს მისი უფრო ვრცელი ფორმა არის eso por qué. ხო, მაგრამ შეიძლება თქვა როგორც por qué ცალკე, ასევე შეიძლება თქვა ცალკე y eso კითხვით ფორმაში, ანუ ნიშნავს რომ რატომ. ხო? No sé, pues no sé, არ ვიცი. No nos ha dado ninguna explicación. არ მოგცა არანაირი ახსნა განმარტება. Pero no puede hacerlo así, sin más. მაგრამ ასე პირდაპირ ხო ვერ გააკეთებდა, sin más. ეს არის ესეთი გამოთქმა, რომელიც ნიშნავს, რომ აი უბრალოდ ასე რომ ადგა, მაგას გულისხმობენ. ასე ხო ვერ გააკეთებდაო, ასე უბრალოდ ადგა და გადადგაო, ასე sin más. Seguro que tendrá alguna razón. ნამდვილად ეკნება რამე მიზეზი. ხო, ანუ sin más უმიზეზოდ. აი ესე უბრალოდ, ხო? ხო, აი ესე უბრალოდ ადგა ბავშვი და დაარტყა მეორე ბავშვს. ასე lo golpeo sin más. იტყვიან ხოლმე ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ამას ნიშნავს sin más. მეორე, no te hagas cruces, que sabes muy bien de qué va el tema. Hacerse cruces. მეორე ვარიანტია hacerse de cruces. წინდებული de შეიძლება ქონდეს, შეიძლება არა. ეს არის, როდესაც რამე გიკვირს ძალიან. საიდან მოდის ეს გამოთქმა? cruz არის ჯვარი, ხო? hacerse cruces არის პირჯვრის გადაწერა პრინციპში. ამას ნიშნავს, რომ ადამიანი, როდესაც რამე შეხვდება, ისეც ძალიან გაუკვირდება, ხო, ანუ დაუჯერებელ რაღაცას რო დაინახავს, პირჯვარს იწერს ხოლმე, ხო? ბევრი ადამიანი დღესაც, ადრე უფრო ბევრი ადამიანი იწერდა პირჯვარს, ამის გამო ესეთი ის იყო, რა ქვია, ხო? და ამიტომ იმის მერე შემორჩა ეს გამოთქმა, რომელიც ნიშნავს ძალიან გაკვირვებას. როდესაც ადამიანს რაღაცა ძალიან უყვირს, ან თავს მოაჩვენებს ვიღაცას, რომ ძალიან უყვირს. ამ დროს ეტყვიან ხოლმე, რომ პირჯვარს ნუიწერ ერთი თუ ღმერთი გწავს. შენებრივად იცი, რაზეც არის ლაპარაკი. აი ეს ამ წინადადებაში სწორედ ეს არის. No te hagas cruces. ნუ გიყვირს, ხო? პირჯვარს ნუიწერ, ანუ ნუ გიყვირს. Que sabes muy bien de qué va el tema. შენებრივად იცი, რა თემა არის. ხო, ანუ რაზე მიდის საუბარი. Espero que el tratamiento le va a sentar bien. იმედი მაქვს მკურნალობა მასზე კარგად იმოქმედებს. Le va a sentar bien. ხო? sentar არის დაждома, ხო? კარგად დაუჯდება. ეხლა ქართულ ენაში დაუჯდა რო ამბობთ გადაეტი მნიშვნელობით ეს ნიშნავს რომ რაღაც ფინანსურად, ხო? 100 ლარი დაუჯდა მკურნალობა.
ხო, მაგრამ ნიშნავს, რომ 100 ლარი გადაიხადა იმ კურნალობაში. ესპანურ ენაში ეს დაждომა ამას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს უფრო სხვა რაღაცას. levantar bien ნიშნავს, რომ მას მოუხდება. კარგად წავა კურნალობა. ხო, ამას ნიშნავს levantar bien. Ya verás como si. აინახავ როგორ ხო. ესეც ისეთი ჩვეულებრივი გამოთქმაა სალაპარაკო. აინახავ რომ ასე იქნება. Ya verás como si. ხო? ეგეც წოდებული გამამხნევებელი გამოთქმა. Ya verás como si. ვიღაცა რო იტყვის რაღაცას, აინახავ რომ ხო, ეგრე იქნება. ხო? ან პირიქით ya verás como no. ხო? ეს თუ ვიღაცა იტყვის რაღაცაზე რომ რაღაცა არ მოხდება იმედია, შენც უპასუხებ ya verás como no. გამხნევებ, ხო ეტყვი რომ აინახავ რომ არა, ხო, არ მოხდება. აქაც ya verás como si, ნახავ რომ კი. და მეორე ვარიანტი კიდევ იგივე, ¿qué te pasa? Te veo muy nervioso. რა გჭირს ძალიან ნერვიულად ხედავ. ხო, ხედავ რომ ნერვიულობ. Es que tengo miedo al avión. თვითმფრინავის მეშინია. Venga, hombre, მოდი კაცო. Ya verás como no va a pasar nada. აინახავ როგორ არ მოხდება არაფერი. ხო, ესეც გამახნევებელი, ხო, რა უნდა მოხდეს. ხო, ya verás como no va a pasar nada y en unas horas estaremos paseando por las calles de París. და რამდენიმე საათში პარიზის ქუჩებში ვისეირებთ. ხო, ესეთი რაღაცა არის. მერე არის de una vez por todas. El ascensor se ha roto otra vez. Lifti ისევ გაფუჭდა. Bueno, a ver si lo arreglan de una vez por todas. De una vez por todas არის ერთხელ და სამუდამოდ. შეიძლება ითქვას უბრალოდ de una vez. Por todas შეგვიძლია გამოვტოვოთ. A ver si lo arreglan de una vez. უბრალოდ. Por todas ეს უკვე თლიანად ერთხელ და სამუდამოდ. და ბოლოს იყო ჩვენთან რა, a ella no se le escapa ni una. María ya sabe que estoy embarazada. María უკვე იცის რომ ორსულად ვარ. Claro, a ella no se le escapa ni una. რა თქმა უნდა, მას არაფერი არ გამოეპარება. No se le escapa ni una. Escapar არის გაქცევა, ხო? არაფერი არ გაექცევაო. ერთიც კი არ გაექცევაო, ხო? ეს ნიშნავს, რომ არაფერი არ გამოეპარება ადამიანს. No se le escapa ni una. A mí no se me escapa ni una. მე არაფერი არ გამოეპარება, ესეც შეიძლება ითქვას. აი ესეთი გამონათქვამებია და დღეს შეგვიძლია ამითი დავშვიდობოთ ერთმანეთს. ნახვამდის.